მამა შალვა კეკელიას გამოსვლა ვნახე, სადაც ის რუსთაველზე მდგომ უწყვეტ პროტესტში მყოფ ადამიანებს კიცხავს და საკმაოდ ისეთი ემოციური ტონით თან და კიცხავს იმაზე პროტესტი როგორ არ შეწყვიტეთ პატრიარქის გლოვის დღეებშიო. თითქოს რუსთაველზე საღამოს 2 საათი დგომა რამდენად აკნინებს პატრიარქის გადაცვალებით გამოწვეულ ტყივილს და სევდას იმ ადამიანებში, ვისაც ის უყვარდათ. მე რამ კითხვაც ნახე 1-2 პასუხი. თორე რაღაცნაირი გადმოძახილია და მე მინდა მამა შალვას მიმართო და დავპატიჟო რუსთაველზე. იქნებ მოხვიდეთ ერთ საღამოს მამა შალვა. ამბიონიდან კითხვას იქნებ ჯობდეს, რომ პირდაპირ დაელაპარაკოთ იყოფ ადამიანებს და გაარკვიოთ ისეთი რა აწუხებს ამ ხალხს, რომ თითქმის 500 დღეა ქარში, წვიმაში, თოვლში ყოველ საღამოს გამოდიან და განან რუსთაველზე. რატო არ მოდიხართ? რისი მოლოდინი გაქვთ, რა გაშინებთ, რომ მაშინ უსამშობლოებში აღმოჩნდებით და ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებთ იქ რუსთაველზე? და ესეც რო იყოს, ვთქვათ, მართლა უსამშობლოები ვართ, მართლა უჯიშოები ვართ, მართლა ყველანი აგენტები ვართ, ეს ირაკლი მომოური ასაკოვანი ადამიანი, რომელსაც სიარულიც კი უჭის, რომელიც ყოველ საღამოს მოდის იქ რუსთაველზე და ამ კადის ნახვა ყოველ საღამოს შეიძლება საკუთარი დასაჯდომის სკამით, იმიტომ რომ ვერ დიდხანს ვერ დგას ფეხზე, აი ისიც ვთქვათ აგენტია და ყველა მართლა ვთქვათ ეგეთები ვართ რა. შეცდენილები ვართ ყველანი და ყველანი ვართ თქვენი გადმოსახედიდან დაკარგული სულები. ამ შემთხვევაში თქვენი საქმე რა არის? ამბიონიდან ჩვენი კითხვა მაგისტრის კაცია თანაფორა ეგრე ფიქრობთ რომ გადაარჩენთ ჩვენ სულებს თუ საერთოდ არ არის ჩვენი სულების ხსნა თქვენი საქმე. ამ თქვათ მართლა გაკიცხეს და რა ვიცი გაგინეს და შეურაცხყოფა მოგაყენეს და რა ვიცი ფიზიკურად შეგეხნენ. იმაზე მეტი რა უნდა გიქნათ ვინმე რაც უქნეს იესოს. იმაზე მეტი რა შეურაცხყოფა უნდა მოგაყენონ, ან იმაზე მეტი რა ტკივილი უნდა მოგაყენონ. და თქვენი საქმე რა არის სხვა თუ არა სიმართლისთვის ამ ყველაფრის ატანა. ზუსტად ისე როგორც ეს იესომ აიტანა. ანუ სხვა რითი განსხვავდებით თქვენ ჩვეულებრივი რიგითი მოკვდავებისგან, რატომ გაცვიათ განაფორა. მაგრამ სინამდვილეში არავინ ერთ ზედმეტ სიტყვას არ გეტყვით, არავინ, არც ერთი ყოფი ადამიანი შემიძლია თავი დავდო ამაზე, იმიტომ რომ თითქმის ყველას ვიცნობ უკვე. და კი დაგელაპარაკებიან, თავის საქმეს გეტყვიან, მოგისმენენ კიდევაც და ეცდებიან თავიანთი სიმართლე დაგანახო. იქნება სულ მეტი არაფერი. და ვნახოთ, აბა თუ შეძლებთ ამის გაკეთებას, თუ ეცდებით თქვენი აზრით დაკარგული სულების ხსნას. ამ ყველაფერს თავი დაანებოლოს და ბოლოს ამ მიწაზე ადამიანების გასაქრისტიანებლად შემდგომში უკვე წმინდანად შერაცხული ხალხი ჩამოდიოდნენ იმიდან კაბადოკიიდან და ანტიოქიიდან და სირიიდან და რა გახდა იმიდან ვაკიდან რუსთაველზე ერთი გამოსვლა და აი წმინდანებსაც თავი დავანებოთ კაცო იესო მიდიოდა იმათთან ხო კეთრონებთან მიდიოდა აქაც თავი დავანებოთ იმას ცოდვილებთან მიდიოდა მაგრამ კეთრონებთან მიდიოდა კეთრონებთან ხო და რუსთაველზე გამოსვლა რა გახდა სინამდვილეში ერთადერთი რაც ამას ჭირდება თქვენი მხრიდან არის წმენა ნამდვილი წმენა, რომელიც აძლევს ადამიანს იმის გამბედაობას და იმის თავდაჯერებას, რომ გააკეთოს რაღაცა სიმართლისთვის, იმ შემთხვევაშიც კი თუ ამას შეიძლება მისთვის მოყოს რაღაცა ტკივილი. თუ მართლა გააქვთ თქვენი სიმართლე და ეგ თქვენი ემოციური გამოსვლა ყალბი არ არის, მაშინ ეს უნდა გააკეთოთ. მეტი არაფერი. მხოლოდ და მხოლოდ წმენა მოგეთხოვებათ. მოდით რუსთაველზე დაელაპარაკეთ იქ შეკრებილ ხალხს და უთხარით თქვენი სიმართლე. და მათ შორის მოისმინეთ მათი სიმართლე. იქნებ გიჯერებთ და აი რა ვიცი 500 დღის მერე ვიშლებით. ხო და დაგელოდებით.